კალენდარულ წელიწადს გაზაფხულის ბუნიობით იწყებს, როცა მზე ვერძის ზოდიაქოში შედის. კალენდარული წელიწადი მთავრდება მაშინ, როცა მზე თავის მსვლელობას თევზის, ანუ ლაზის ზოდიაქოში დაასრულებს. წელიწადის დაწყება 1 იანვარს არ შეიძლება. რა, 1 იანვარი. 1 იანვარს სენატორები იწყებენ სამუშაოს. იწყებენ სამუშაოს შესრულებაში. თავის საქმიანობის დასაწყისში. რა შემოშია რომ არის სენატორები. ისინი როდის იწყებენ თავისი მოვლენების აღსრულებას. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. ცივილიზაციას გადარჩენა უნდა. ამაშია საქმე. ასტრონომიული ცოდნის სრულყოფილი ფორმულა ქართული ასომთავრული ანბანის 31 ასო ნიშანი წილია. ქართველმა სწავლულებმა თავდაპირველადვე მზის კალენდარი 4 წლეულებად დახვეს. 4 წელიწადში 1/3 წელი ნაკიან წლად გამოაცხადეს. ეს უმარტივესი არითმეტიკა წილის რიცხვების ჭამია. მაგრამ წილის რიცხვითი მნიშვნელობა 4000-ია. 4000 იგივე 4-ია. ასე ანგარიშობს ძველი სამყარო 1000-ეულებს ერთეულებად. ამას პითაგორიანული მოძღვრებაც და ბიბლიური ტექსტებიც იზიარებს. მზის კალენდრის 4 წლეულებად დაყოფას მოგვიანებით იულიანური და გრიგორიანული კალენდარული სისტემებიც გაიმეორებს. ოღონდ ერთი განსხვავებით, ნაკიანი წლის ფუნქციას 4 წლეულის მე-4 წელს მიანიჭებენ. 4 წელიწადში ერთი ნაკიანი წლით დროის ასეთი ათვლა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობას 11 წუთით და 14 წამით აგემატება. ამ განსხვავებამ საუკუნეების განმავლობაში დააგროვა 14-დღიანი სხვაობა და თანამედროვე მსოფლიომ გრიგორიანული კალენდრის კორექციის საფუძველზე 14 დღით შეცვალა დროის ათვლა. ამიტომაც გვაქვს 1 იანვარს ახალი წელი და 14 იანვარს ძველით ახალი წელი. როგორც ჩანს ქართველმა სწავლულმა ქურუმებმა 11 წუთის და 14 წამის ცდომილების ჭამი იმ ძველ დროშივე იანგარიშეს. მათი გათვლით ერთი დღეღამის მეტობა 128 წელიწადში ერთხელ გროვდებოდა. ამიტომ 128 წელიწადში არა 32, არამედ 31 ნაკიანი წელი დაუშვეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ 128 წლიანი ციკლის ხანგრძლივობაში ერთი 4 წლეული უნაკოდ უნდა წასულიყო. იულიანური კალენდარი არ არის ზუსტი 128 წელიწადში უშვებს ერთი დღეღამის შეცდომას. თითქოს არაფერი, მაგრამ ეს გროვდება ყოველ 128 წელიწადში. ამას ასწორებს ქართული ანბანი. ქართული ანბანის მზის კალენდარი 32 ნაკიან წელიწადს კი ანგარიშობს 128 წელიწადში ანგარიშობს 31 ნაკიანს და ეს არის ძალიან სუსტი